გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი გვაქვს ადესის ძირი. ადესის ძირზე მინდა დავამყნო სხვა ყურძენი, ანუ თეთრი თითა მინდა გადავიტანო. ნუ ადესა მოგეხსენებათ, რომ არც თევზია და არც ხორცია, ესე ვთქვათ. ნუ არ მინდა კაროჩე ერთ სიტყვით ადესა მაქვს ამ პლანში რამოდენიმე ძირი, ხო და ეს საკმარისი არა რაც მაქვს. ანუ დღეს არის ესე ვთქვათ, რომ ვიცოდეთ რა ქვია მაგას თარიღები რა. ანუ დღეს გვაქვს 15 მარტი 2018 წელი. გადავჭრით ახლა ჩვენ ამას, მოამზადებთ კალამს და მივამყნობთ. პატარა 49 იქნება საჭირო, რომ გამოჩნდეს ფესვი, მეგობრებო. ესე. აი ასე. აჰა. ეს იქნება საკმარისი. აი გადაიჭრა ჩვენი ადესა, მეგობრებო. ჩვენი ადესა გადავჭერით. ნუ აქ ახლა რაღაც safeguard-ებით და ასე შემდეგ დაბანვა რა საჭირო მაგის. აიტანს. უნდა იტანოს. ეხლა დავამუშავებთ კალამს. აი. ნუ ეხლა იმედია ხედავთ. მინდა გითხრათ, რომ დაბლაგვებულა ეს პირი დაბლაგვებულა საკმაოდ და აი გამიფუჭდა, ესე ვთქვათ. Ας მოდით ამ კამერას ცოტა ასე ამოუწიოთ, თორე მგონია, რომ რაღაც არაფერი არ გამოჩნდება. კარგით. ეს ერთი. დავდეთ აგერ გვერდზე. დავიდა ახლა მეორე, აი. თავი უბრალოდ აი ესე გადავაჭერით. აი ასე. და წავიდა ჩათვლა. ანუ გვაქვს 15 მარტი. ეს სიტყვით თუ გახარება უნდა ისეც გაიხარებს. რამდენიც არ უნდა ალამაზოთ თქვენ კალამი. კარგით. ეხლა წავიდა ჩახეთქვა. ფესვები წავაჭრათ. ასე. აი. ჩანსკდა. ასე.
ესეც ესე. ეხლა წავიდა ამის შეხვევა მეგობრებო. შეგვიძლია ეს ჩვენ შევახვიოთ უბრალო ბაწრით. კანაფის ბაწარი რომაა. ანუ პრესის ბაწარი. და შემდგომ მივაყაროთ მიწა. ნუ მე ამჟამად არა მაქვს ბაწარი მეგობრებო. შემოვახვევ ნაჭერს. შემოვახვევ ნაჭერს. Teraz ciąpli amas. Jasy. ზემოდან ძალიან რო არ ჩაუვიდეს. ჭუჭყი და ასე შემდეგ. უბრალოდ აი ესე ნაჭერს ჩაუტენით. აი ნახეთ ახლა გაჩვენებთ. ასე. ანუ აქ მეგობრებო, ვინაიდან ჩვენ მიწას ვაყრით, ყველაფერმა უნდა ისუნთქოს. ყველაფერმა უნდა ისუნთქოს. აი ასე. მიწა გვაქვს აქეთ, უფრო ბევრი, ესე ვთქვათ. აქედან ახლა ჩავყრით ჩვენ. კამერას დავაფიქსირებ. უბრალოდ აი ასე. მიეყარა მიწა მეგობრებო, როგორც ხედავთ. ამ ადგილზე რა თქმა უნდა ვიცით რომ არის ნამყენი და ამ ძირს ხელს არ ვახლებთ, ეს ძირი იქნება აქ. ეს იქნება სიგნალიზატორი იმის რომ აქაა დამკნობილი ძირი. რავის ფეხი არ დავაბიჯოთ და ასე შემდეგ. სულ ეს იყო, ესე იგი ამას ეწოდება ყნობა კალმით, ფესში, შტამბში. ეს სიტყვით ეს. всё. ეხლა დავითვალოთ ათამდე და ვნახავთ რომ გაიხარებს. კარგით მეგობრებო. გმადლობთ ყურადღებისთვის, ყველას გისურვებთ ნამყენების 100%-ით გახარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, მოგილოცავთ უპირველეს ყოვლისა ამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს არის 26 მაისი. მოგეხსენებათ, არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ერთ სიტყვით ყველას გილოცავთ. და საქართველოს რა თქმა უნდა უსურვებდი უკეთეს ცხოვრებას. კარგით, მეგობრებო, რაც შეეხება ანუ თარიღი იმიტოც ისავქენი რა ქვია გავაჟღერე ესე ძალიან რომ პირველ რიგში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მეორე რიგში ჩვენი ვაზის მეორე ეტაპის გადაღების დრო მოვიდა. როგორც ხედავთ, ვაზი ამოვიდა. გახსოვთ ეს? მე სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს რა დღე იყო, ნახდათ არ მახსოვს რა დღე იყო, როდესაც დავამყენი. ეხლა მეგობრებო, შემოგთავაზებთ რას? ეს ატამით ვივა ზემოდან. შემოგთავაზებთ იმას, რომ ნაადრევად რომ არ გაგვიხარდეს, ესე იგი ჩვენი ნამყენის გახარება, უნდა ცოტა ამოვქეკოთ ესე ვთქვათ და ვნახოთ თუ შეიძლება იყოს ეს ნაზარდები მეგობრებო წამოსული ძირიდან და არა ნამყენიდან. მივხვდით ხო? ადესა არის ესე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, ძაღლი ძალიან ესე ვთქვათ და შეიძლება ფესვიდან წამოიღო მას ნაზარდი და გვატყუებს. ამისთვის უნდა ამოვქეკოთ და დავწუნდეთ რომ ეს არის გახარებული ნამყენი, ჩვენ რას დავამყენით თუ ეგრეთ წოდებული ძაღლი ადესის ძირიდან ამოყრილი. ერთ სიტყვით ესე დავიწყებთ ახლა ჩვენ ამოქექვას. რა ვიცი, ალბათ მარჯვენა ხელით უფრო უპრიანი იქნება ამოქექვები. ხო, აი, მოდით ცოტა ახლოდან დაგანახებთ ჯერ რა ხდება და როგორ ხდება. აი, ჩვენი ვაზუკელები. ხედავთ ხო? აი ის მოჭრილი ძირი ადესის. ხო, დავდებთ ამას ისე. მოდით ცოტა ახლოს მოწევ, ესე ვთქვათ. როგორც თქვენ ხოლმე დაჟე ახლოს მოწევ უფრო. ჩანს. კარგით, დავიწყეთ. აქექვები, დაქექვები, ამოქექვები. კეკავ ძაღლურად. ბლინ, რა მაგარია ძაღლურად კეკვა. უკაცრავად. ეხლა იუმორის გარეშე ჩვენი მტრებით ყოფილან, ესე ვთქვათ. იუმორის გარეშე. იუმორი კაი პონტია, რა თქმა უნდა. აი ესე ნელა-ნელა ვქეკავთ მეგობრებო, მე ნელა-ნელა. სიტყვა მეგობრებოზე ბევრს აქვს ალერგია, როგორც მივხვდი მე. ხო, თხუნელა სული აქვს. სხვათა შორის მინდა გითხრათ. თხუნელიკა ბიჭ სულია. შიგნა გამოფუღრულებია. და ახლა რა უყურთ ჩვენ ამას? რანაირად? ხო, ჩავედი ფესვამდე, მეგობრებო. და როგორც აღმოჩნდა, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ნამყენი. ჩვენი მამას ბიჭები, ესე შევარქვათ, მამას ბიჭები. ხო, აი, მაინც კაია რომ ამ დღეს დაემთხვა ვიდეოს გადაღება, გეფიცებით თუ მე რამე ჩავაწყვე, არაფერი ჩაწყობას აქ არ აქვს ადგილი. და ეს ნაზარდი მეგობრებო არის ორივე ნამყენიდან. ჩვენი მამას ბიჭები. აი ესე ჩავტკეპნავ რომ უკეთ გაჩვენოთ თუ რა ხდება. აი ასე ციგანაზე, აი ასე სიმაღლეზე. აი მეგობრებო, ვიხილოთ ცოტა ახლოდან. ჯერ ესეთი კადრი, მერე აი ესეთი. ხედავთ ხო?
მეგობრებო, მოკლედ ძალიან ლამაზი მამას ბიჭები არიან, ძალიან. შვენიერი მამას ბიჭები გამოვიდნენ. ერთი სიტყვით აი ასე მეგობრებო. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. და უნდა შეგახსენოთ რა მეგობრებო, რომ შარშანდელ დამყნობილ კაკალს უკვე აქვს ნაყოფი გამოტანილი და რა თქმა უნდა მე მინდა ის გაჩვენოთ. მოდით ამას ისე მივაყრით ცოტა, ცოდოა, მეცოდება. რატო უნდა გაფუჭდეს? ხომ ტყუილად არ დაგვიმყნია. აი ასე. მეგობრებო, ყნობა შეგვიძლია ჩავატაროთ იგივე მწარეზეც. მოგეხსენებათ რომ მწარეს ძირი არის საუკეთესო სამყნობად. იმიტომ რომ ძირი არის ფაქტიურად ის არის, რა ქვია, ძირი არის უკდომი რა, ესე თქვა, უკვდავი ძირი აქვს მწარეს. იმიტომ ვერაფერი ვერ დააკლეს. ეხლა აღარ დავახსახელებ. ძალიან ცუდად ესე ვთქვათ. ვიდეოში არაა საჭირო, იმიტომ ვერ ამოძირკვეს ესე ვთქვათ. ვაზის ძირი ბოლომდე და საქართველოს დღემდე იმიტომ არის. ეხლა მე რას გავაკეთე, ეს იყო თავის მოჭრა. თავის მოჭრა, ანუ კახეთში ეწოდება თავსაჭრიან. ანუ ეს უკვე ზედმეტია დღესდღეობით. ეს წავა როგორც ნეშონპალა ძირზე და აი აქვს მტევანი და ასე შემდეგ. აი ნამხრევების მეგობრებო არის ზედმეტი, ამას ეწოდება ნამხრევი. ნამხრევი უნდა მოცილდეს, აი ესე. ოდნავი ხელის მოძრაობა და ნამხრევი მოცილებულია. ხედავთ ხო? აი ნამხრევი მოცილებულია. ანუ პაწია გაკვეთილებივით რაღაცაც გამოგვივიდა. აი ესე. ობანა. ხო, რა ვიცი, მე ესე უვლივას, მე არ ვიცი ხა ვინ როგორ უვლის. ეს არის ალადასტური. ხო, ერთ სიტყვით ძალიან თემიდან შორს გავედით. მოდით მივდივართ ჩვენ კაკალთან. აი ამ ადესებსაც მეგობრებო, იგივე ბედიელით, რა თქმა უნდა. უბრალოდ 1-2 ძირი მე თქვი იყოს ადესა ეხლა. საჭმელად არის ხოლმე კარგი. ხო, აი ეს ბალი კიდე არის ნამყენი მეგობრებო, როგორც მოგიხსენებათ. გახსოვთ ხო ეს ამის მყნობები და მთელი ამბები. აი ერთი, ხედავთ სად არის მიმყნობილი, აი. ვოთ, კაროჩე ერთ სიტყვით ეს ყველა არის დამყნობილი ბალა მწარაზე. თბილისში ნაყიდი ნამყენი ვაშლი რო იყო და მე ბალა მწარა რო გამოდგა ერთ სიტყვით. ჯერ ნაყოფი არ გამოუტანია სამწუხაროდ. კაი მოშნია უკვე. ხო. აი ესაც ჩვენი კაკალი. ესეც ჩვენი კაკალი მეგობრებო. არიან ესეთი ხალხი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქარში იგი ტყდება და ასე შემდეგ. მეგობრებო, ჩვენ რომ ეს მოტეხვები და რაღაცები თავიდან ავიცილოთ, შეგვიძლია ძირში ვამყნოთ, მაგრამ ამას რა გადატეხავს? კარგით რა არ არსებობს ესეთი რამე, რომ ეს გადატყდეს. ნახეთ როგორაა შესახორცებული. რა თქვია გადატყდეს, კაცო, უარბნელა. ხო, ერთ სიტყვით მინდა გაჩვენოთ, აქ ყლორტები მე გავაცალე, აი. ნუ ეს ამ კაკალს მალე გადაუსწრობს საცარი და მინდა გაჩვენოთ ამისი ნაყოფი, თუ არ გავარდა რა თქმა უნდა. ნაყოფი, ვაიმე. სამწუხაროდ გავარდნია მეგობრებო. სიმართლე გითხრათ, აი, მოდით გაჩვენოთ სად ქონდა მას გამომბული, აი, ამაში. შეხედეთ, ეხლა დაჟე ყუნწის გავაგდებინე ხელით, აი. აი, აქ ქონდა ერთი ცალი გამომბული. ნუ ეს კაკალი ამ ხისაა. ხო, კარგით, არა უშავრა. ალბათ რაღაც ჭიაღუა გაუჩნდა და გაგდებინა. კარგით. ნუ ერთ სიტყვით შევჯამდეთ ამაზე, რომ ნამყენი კაკალი ამართლებს. ანუ გამართლება რაში? აი მეგობრებო, ის ყუნწი. კი არ ვიგონებ. აი იმ კაკლის ყუნწი. მაგრამ თვითონ ნაყოფს ვერ ვხედავ. ვა, რა სასწაულია, რამე ხო ჩაყლაპად, ო. და
ნუ არა უშავ რა. ხო, ერთ სიტყვით ესე მეგობრებო. აი ნახეთ რა ვიცი როგორ გაჩვენოთ, აი ძირიდან წავიდა და ნახეთ სადა, აი ნახეთ ყლორტი მაღლა. აი ეხლა შევაქანავე მას, უყურეთ. იცი? აი სადა ხედავთ, მაღლა. ერთ სიტყვით კარგად იზრდება. მაგრამ როგორ მეწყინა რომ ის კაკალი გავარდა, რომ ვერ გაჩვენეთ. ნუ რაღაც გაუჩნდა ეწყობა და მოაჭამა. ესე ვთქვათ. ხო? აბა მეგობრებო, ეხლა ყველას დაგემშვიდობებით და გისურვებთ ყველას ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას. კარგად.